ძალიან ბევრი მეკითხება ორსულობის ტესტის შესახებ. და მაგალითად, თუ ჯერ არ გაქვს გადაცდენა და გაიკეთეთ ტესტი, შეიძლება ის იყოს დადებითი თუ ორსულობაა? ან მაგალითად, გაქვს გადაცდენა მენსტრუაციის, გაიკეთეთ ტესტი და უჩვენა უარყოფითი. შეიძლება ამ დროს რომ იყოს ორსულობა? და საერთოდ როდის უნდა გაიკეთო ორსულობის ტესტი და არის თუ არა ის 100%-იანი. აი ამის შესახებ ახლავე ძალიან მოკლედ, მარტივად და გასაგებად აგიხსნით. მოგეხსენებათ, რომ ოვულაციიდან დაახლოებით 48 საათში ხდება კვერცხუჯრედის განაყოფიერება. ხოლო განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს სჭირდება დაახლოებით 3-6 დღე, სანამ მიაღწევს საშვილოსნოს ხვრუსს და მიემაგრება მას. როცა განაყოფიერებული კვერცხუჯრედი მიემაგრება საშვილოსნოს ხვრუსს კედელს, ის იწყებს სპეციფიური ჰორმონის ქორიონული გონადოტროპინის გამოყოფას. და მისი გამოვლენა ორსულობის ტესტით შესაძლებელია მაშინ, როცა ის მიაღწევს გარკვეულ მაჩვენებელს შარდში და სისხლში. ამ ინფორმაციიდან გამომდინარე, ორსულობის ტესტი შეიძლება იყოს დადებითი ჯერ კიდევ მენსტრუაციის მოსვლამდე. იმ შემთხვევაში, თუ ოვულაცია მოხდა ცოტა უფრო ადრე. და პირიქით, შეიძლება იყოს მენსტრუაციის გადაცდენიდან დაახლოებით 1 კვირაში. და თუ მენსტრუაციის გადაცდენიდან 1-2 დღეში გაიკეთებ, შეიძლება იყოს უარყოფითი, მაგრამ ეს არ ნიშნავდეს, რომ არ არის ორსულობა. ყოველივე ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის მოხდა ოვულაცია და ასევე ორსულობის ტესტის მგრძნობელობაზე. არსებობს ტესტები სხვადასხვა მგრძნობელობის და მათი მაჩვენებლები აღინიშნება ციფრებით 10, 20, 25 და ასე შემდეგ. ყველაზე მგრძნობიარე არის ის ტესტი, რომელსაც აქვს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი. ამ შემთხვევაში მაგალითად 10. ეს იმას ნიშნავს, რომ შედარებით მგრძნობიარე ტესტი უფრო ადრე დააფიქსირებს ორსულობას. ამ ყველაფერთან ერთად მინდა გითხრათ, რომ მენსტრუაციის გადაცდენა ყოველთვის არ ნიშნავს ორსულობას. და როცა მეკითხებიან, რომ აი მაქვს გადაცდენა და ორსულად ხომ არ ვარ? კი, შეიძლება ხარ ორსულად, შეიძლება არ ხარ ორსულად. და შეიძლება აბსოლუტურად სხვა მიზეზი იყოს. მაგალითად, საკვერცხის კისტა, ჰორმონალური ბალანსის ცვლილება და მრავალი სხვა. სტანდარტულად როდის უნდა გაიკეთო ორსულობის ტესტი? მენსტრუაციის გადაცდენიდან 2-3 დღეში. თუ გაიკეთებ ტესტს მენსტრუაციის გადაცდენამდე, არ არის გამორიცხული, რომ მან აჩვენოს დადებითი ორსულობის შემთხვევაში, მაგრამ ეს იშვიათია. და თუ აჩვენა უარყოფითი, ეს არ ნიშნავს, რომ არ არის ორსულობა. ხოლო თუ მენსტრუაციის გადაცდენიდან გავიდა 7-8 დღე, 10 დღე და ტესტი გაიკეთეთ და უარყოფითია, მაშინ დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმ, რეპროდუქტოლოგ, გინეკოლოგს. მაგრამ თუ ტესტი დადებითია, ამ შემთხვევაშიც უნდა მიმართოთ ექიმს.